ვლოთ თვალის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პროექტის შეჯამება და სარეკომენდაციო დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საქართველოს რეგიონებში განხორციელდა. მასში 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სემინარები კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებზე. პროექტის მიზანია ერთ მხრივ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მომავალი თაობის აზრის გათნობა. დღეს არის პრეზენტაცია და შეჯამება როგორც ერთი მხრივ უშუალოდ მთელი პროექტისა, ასევე ჩვენმა ორგანიზაციამ გამოსცა პუბლიკაცია, რომელშიც აკუმულირებული არის სხვადასხვა რეკომენდაციები, სწორედაც რომ ახალგაზრდების მოსაზრებებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო რეფორმის აქტუალურ ასპექტებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ფარგლებში მოხდა ზოგადად გაცნობა იმ შედეგების, რომელიც რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდა კონსტიტუციური ასოციაციამ განახორციელა, კერძოდ დაახლოებით 400-მდე ახალგაზრდა გაეცნენ საქართველოს კონსტიტუციას და ერთგვარად დისკუსიის ფორმატში განიხილავდნენ თუ რა მიღწევები არის ამ მიმართულებით, როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის მოწყობის მოდელი და ასე შემდეგ.